რეჟიმის პატიმრებს შორის არის 24 წლის თორნიკე გოშაძეც, მის ადვოკატთან ნინო ლომინაძესთან ვიწყებთ ინტერვიუს. ქაბატონო ნინო, მოგესალმებით, მადლობა რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში და უპასუხებთ ჩვენს კითხვებს. დავიწყოთ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით, მოკლედ მოსამართლე გაჯიუტდა თუ აი რას დაარქმევთ თქვენ მის პოზიციას, რომ არ გადასულიყო ეს პროცესი დიდ დარბაზში, რომელიც იწევს უბრალოდ 150 ადამიანს და იქ გაგრძელებულიყო განხილვა დღევანდელი ამ საქმის. მოგესალმებით ყველას, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც გაუგებარი არის როგორც ადვოკატისთვის თუ რამ განაპირობა მოსამართლის ასეთი გადაწყვეტილება, ვინაიდან სხდომის გახსნისთანავე ჩვენ დაცვის მხარე ერთობლივად დავაყენეთ შუამდგომლობა, შეცვლილიყო დარბაზი, ვინაიდან აშკარა იყო თავიდანვე, რომ ეს არ იყო პროპორციული. ამასთან ერთად შუამდგომლობაშივე განვმარტეთ, რომ ბრალდებულები, სადაც იყვნენ მოთავსებულები, იყო ძალიან პატარა, ასე ვთქვათ, მოცულობის და შემინული, სადაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო ნორმალურად თქვა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ არ დაგვიკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და მაინც გააგრძელა სხდომა. ამის შემდგომ ერთ-ერთი, როგორც თქვენ ცნობილი არის, ერთ-ერთი პროცესის მონაწილე ბრალდებული გახდა ცუდად და შესაბამისად სასწრაფო დახმარებაც იქნა გამოოძახებული. ამის შემდგომ მაინც მოვითხოვეთ უკვე რომ აშკარა იყო ის შედეგები თუ რას იწვევდა ამ პატარა დარბაზში ყოფნა, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა და საერთო ჯამში მოხდა ისე, რომ ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომის დარბაზი და ჩვენს ადვოკატებმა ერთობლივად, რა თქმა უნდა, ჩვენი დაცვის ქვეშ შეთანხმებით დავტოვეთ დარბაზი. თუმცა რამ განაპირობა აღნიშნული გარემოება და მოსამართლის ასეთი გადაწყვეტილებების მიღება პრაქტიკულად უცნობია, ვინაიდან ამასაც გავიმარტავ, რომ სასამართლოს დღის მდგომარეობით შაბათი დღე არის მოგეხსენებათ და არ არის გადაჭურთულობა. პირველი დარბაზი, რომელიც იწევს საკმაოდ ხალხმრავალ, ასე ვთქვათ, ხალხმრავალ სიტუაციაზეა გათვლილი, მოსამართლემ არ მიიღო გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა და არ გადაიტანა პროცესის მიმდინარეობა და სხდომა არ ჩაატარა დიდ დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა არაერთხელ განმარტეს და თავად აღნიშნეს, რომ იყო არაადამიანურად სიტუაცია, მათ არ ჰქონდათ სუნთქის საშუალება, მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს თავის კაბინიდან, ეგრეთ წოდებული კაბინიდან ჰქონდა გამოყოფილი, რათა ესუნთქა, ვერ ჯდებოდნენ, ვინაიდან მოგეხსენებათ ჩახუთულ სივრცეში ფეხზე დგომა იყო მათთვის უფრო მოსახერხებელი და შესაბამისად ის არაადამიანური პირობები იყო მათ მიმართ გამოყენებული, რასაც საერთო ჯამში სასამართლოს ავალდებულებს კანონის, რომ სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლო ვალდებულია დაიცვას ბრალდებული და პროცესის მონაწილეების ღირსება. რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები არ იყო აბსოლუტურად უკანონო. მესმის ვერსიებს და საუბარი რთულია, მაგრამ თქვენ აი რა გესახებათ, რას ხედავთ მოსამართლის мотивაციად. თქვა რომ რაღაც ტექნიკურად შეუძლებელი იქნებოდა იქ სხდომის ჩატარება, მაშინ როდესაც ვიცით რომ გუშინ ჩატარდა ჩვეულებრივად არანაირი პრობლემა ამ ნაწილში არ იყო. ვინმეს რამეს უმტკიცებს, აჩვენებს თუ აი რატომ არის ასეთი მოტივირებული, რომ არ დააკმაყოფილოს თქვენი ეს ლეგიტიმური მოთხოვნა. ჩემთვის როგორც უკვე აღნიშნე, საკმაოდ გაუგებარი არის, თუმცა რა თქმა უნდა ტექნიკურად გაუმართაობა ჩემთვის მისაღები არ არის, ვინაიდან როგორც კი შუამდგომლობა დადგა, ამ შემთხვევაში მოსამართლეს დაუყოვნებლივი პასუხი ჰქონდა, რომ არსებობდა გარკვეული ტექნიკური პრობლემები იმის მიუხედავად, რომ მას არ გადაუმოწმებია და მცდელობაც არ ჰქონია, რომ აღნიშნული დარბაზი იყო თუ არა მომზადებული და ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა გადანაცვლების. აქედან გამომდინარე, თუ რა ტექნიკურ ხარვეზებზე საუბრობდა, არაუხსნია მხარეებისთვის, არაუხსნია ჩვენთვის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არ იყო მიზეზი იმისთვის, რომ სხდომა არ გაგრძელებულიყო შესაბამის სამუშაო გარემოში. ამასთან ერთად მიზეზი თუ რა შეიძლება იყოს და რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს, ეს არის ალბათ უფრო ძალაუფლების დემონსტრირება. მე ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის ძალიან რთულია ის, რომ აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე და შეცვლაზე იმჯეროს მოსამართლემ, როდესაც გადაწყვეტილება ვერ მიიღო დარბაზში სათანადო პირობების შექმნაზე. ალბათ ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს უკვე ეს გარემოება და თავისთავად ადვოკატებისთვის ეს არის კიდევ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ცუდი ნიშანი. თქვენ კოლეგებთან ერთად რჩებით საქალაქო სასამართლოში, მაგრამ არ აპირებთ სხდომაზე შესვლას, ხომ? გითხარით, აი როგორ გაგრძელდება ეს პროცესი? სახაზინო ადვოკატი მივიდაო, გითხრა ჩვენმა კოლეგამაც. აი, ეხლა მივიდა, რა თქმა უნდა, ჩვენს თავისთავად ეხლა გავერკვევი სიტუაციაში უკვე დარბაზში შესვლა იწყება და უკვე მეც უნდა შესაბამისი ზომები მივიღო და თუ შეიძლება კი ბატონო, კეთილი, კი. კეთილი. გავერკვევი სიტუაციაში უკაცრავად. კი ბატონო, დიდი მადლობა ქალბატონო. თორნიკე გოშაძის ადვოკატს უსმენდით, როგორც ჩანს, სახაზინო ადვოკატი უკვე შევიდა დარბაზში და სხდომა რამდენიმე წუთში